მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ყველაფერი ყველაფერზე, მე ჟურნალისტი თორნიკა კუჭაშვილი ვარ. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ძალიან საინტერესო ადამიანი, ქალბატონი ანა მიქაძე. ქალბატონო ანა, თქვენთან გადმოვა პირველი კითხვით, მინდა გკითხოთ, ალბათ ჩემგან არ გაიგებთ პირველად, რომ საზოგადოება ორად არის გაყოფილი დღეს. აუცილებლად ვიღაცისტი უნდა იყოს დღეს ჩვენს საზოგადოებაში და როგორ ფიქრობთ, რაშია გამოსავალი, რომ ასეთი განწყობები არ იყოს? აი ხო ძალიან კლასიკური რეალობა აღწერეთ, რომ გაიძულებენ, რომ ვიღაცისტი იყო. ვარა ხარ ვიღაცისტი, ცუდი გოგო ხარ, ცუდი ბიჭი ხარ და მე მაგალითად აი გაგიკვირდებათ და მაიძულებენ და ამას წერენ ღიად ირაჩი რომ ანა შენ ხარ სიყვარ ხარ ძალიან მაგარ თემაზე მუშაობ აი რაღაცა ეროვნული და შენ უნდა იყო ნეიტრალური არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ ნეიტრალად დარჩენას ბატონო ანა აი ამ არა ნახეთ როგორ არის მე ქართულ ოცნებას მივეცი ხმა თავის დროზე 2016 წლამდე გემრიელად ვაძლევი ყველა გარდამავალ არაგარდამავალ რა ქართული რაღაც სხვა არჩევნები რო აქვს ვაძლევი ხმას 2016 წლიდან მე ხმა მივეცი ოპოზიციას და დღემდე სულ ვცდილობ პატარა პარტიები ვიპოვო. არც ერთის ასე ვთქვათ, ესე თავგადაკლული მომხრე არ არის, მაგრამ ვარჩე იმით, რომ აი ვთქვათ, რამდენი ქალი ყავს პარტიაში, რამდენად სოციალურ თემებზე ამახვილებენ ყურადღებას. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც პროგრამებს კითხულობს. ისევე როგორც მაღაზიაში ყველაფერს ეტიკეტს კითხულობ, არტიაქში ყველაფერს ეტიკეტს კითხულობ. ნუ ასეთი ახირებული ადამიანი ვარ, პროგრამებს კითხულობ. თავიდან ბოლომდე და ძალიან დამცინია ამაზე, იმიტომ რომ აი ახლა რაც დაწერა, ახლა უცებ არ შეასრულოს. რადგან დაწერა, რადგან დეკლარირება მოახდინა, მე მაქვს უფლება მე მას მოვთხოვო, აი შენ ეს დამიწერე მე პროგრამაში და ამით მესამედიც კი არ შემისრულე. ამიტომ მე ვეძებ სულ ასე პატარა პარტიებს, გარკვეული კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს და ადამიანებზე მაქვს აქცენტი და არა რაღაც პარტიულ ფენომენზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიტყვაზე მე მყავს ჩემი საძულველი ძალა, რომელსაც არასდროს არავითარ შემთხვევაში არ მიცემ ხმაზე ეს მეტყობა ყველა სტატუსზე ეს მეტყობა ყველა საუბარში, ყველა სატელევიზიო ინტერვიუში და არასდროს არ მოლავ და ასევე ლოიალური ვარ ქართული ოცნების მიმართ, მაგრამ მას არ ვაძლევ ხმას 2016 წლიდან. აი ეს არის ჩემი პოზიცია. ვეძებ პატარა პარტიებს, სადაც კვალიფიკაციას თუ გზნობ, აუცილებლად აი მაგალითად გახარიას მივეცი წინაჯერზე ხმა, იმის წინ ანადოლიძეს მივეცი ხმა. ეხლა ფიქრობ კიდევ ვის ვიპოვი მოახლოებული არჩევნები, როცა აი ვინ იქნება ის პატარა პარტია პოლიტიკის მიმართულებითაც რო გკითხოთ. თითქოს საქართველოს ჩამოშორდა რაღაც აი ფორუმებს, კონფერენციებს და აი ახლა გაიმართა მაგალითად რამდენიმე თვის წინ დავოსის ეკონომიკური ფორუმი საქართველოს თითქოს არც არსებობდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შექმნა მშვიდობის საბჭო, სადაც საქართველოს არ არის. ახლა ველოდებით 14 ფებრუარს მიუხენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კონფერენცია მსოფლიოს მასშტაბით და დაგვიძახებენ თუ არა საკითხავია. რა არის დღეს? აი სად ვართ? ეს გურულებს აქეთ ძალიან კარგი ანეკდოტი რაღაცაზე კამათობენ და რა დაგვემართა მივიჯაყეთ ბატონო, მივიჯაყეთ. ანუ არ არის კარგი რაც ხდება, სიმართლე რომ გითხრა მე ძალიან ისეთი შიშით ვუყურებ, სულაც არ მომწონს რომ არ გვეძახიან. ახსნაც არ მაქვს სიმართლე რომ გითხრათ, ეხლა თუ ჩვენ ავიღეთ ჩემი ოპონენტების ისეთი კბილებში გამოცრილი საყედე, რუსეთუმები, არა, მე რუსეთუმები არასდროს არ ვიქნები, გამოვფინებ ჩემი 9 აპრილის ფოტოები, მე არსში ვარ დისიდენტი, ჩემი მენტალობით შეუძლებელია რუსეთუმები ყო, აი არამერ ასპექტში არ ვაკმაყოფილებ რუსეთუმის კრიტერიუმს, მაგრამ ნახეთ რა ხდება. მთელი დასავლეთი დღეს ამბობს, რომ ელაპარაკოთ პუტინს. ელაპარაკოთ რუსეთს, რატომ ელაპარაკება მაკრონი რუსეთს? რატომ ამბობს გულდაწყვეტით ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, რომ ჩვენ რატომ არ ვართ იქ მოლაპარაკებებთ მაგიდასთან, რატომ არ შეხვდართ? თუ მას აქვს ესტონეთის პრემიერ-მინისტრს ეს მოთხოვნა ფიზიოლოგიური, რომ აუცილებლად რუსეთთან ჩაიყუტოს. თუ მაკრონი ამბობს, რომ მიპასუხოს ტელეფონზე, რატომ ანუ ვუტრიებ ახლა რასაკურველე, მაგრამ ჩვენ რომლებიც ვართ, ჩვენ და სამწუხაროდ ისტორიული და განუყოფელი მეზობლები ვერან ჩვენს მიწას უგზე ვერ მოგვიკიდებთ და სტაბილურად ვერ გადაგვყრის. ღმერთთან უკრასო ეს ვიღაცას მოესურვოს, ხურშოვის არ იყოს, ხო?
ანუ ამ გეოგრაფიულ მეზობლებს ჩვენ ვერ ავწდებით. ამიტომ ომის ხანხაში ნამდვილად არ მინდა რომ საქართველო იყოს და მუდმივად ასე ვთქვათ აღიზიანებდეს ამ იმას როგორც თავისუფლად ამბობდნენ რომ არ გააღვიძო დრაკონი. ჩვენი ფუნქცია არ არის დრაკონის გაღვიძება. ჩვენი ფუნქცია არის ჩვენი ინტერესების დაცვა ევროპის არენაზეც, დასავლეთის ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის ამერიკის არენაზე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი ინტერესების დაცვა. მე ასე მგონია. მე სულ ვაბულხოვე ჩემს თანატოლებთან ხოლმე, რომ რუსეთთან ფრთხილი პოლიტიკა საჭიროა, თუმცა ლაქუცის პოლიტიკა დანაშაულია. არა ვიტარ შემთხვევით. რასაკვირველია, ლაქუცი არავისთან, რუსეთთან კი არა, არავისთან. ჩვენ პატარა ერი ვართ. მაგრამ გვაქვს ესეთი რაღაცა ისტორიული სიამაყე, რაღაცა განსაკუთრებული სიამაყე, აი ხანდახან ალბათ ამ პარტავნობაში გადაზრდილიც. და ეს ყველაფერში გვეტყობა, ეტყობა ჩვენ სამზარეულოს, ეტყობა ჩვენ სიმღერას, ეტყობა ჩვენ ცეკვას. ყველაფერში ეს სიამაყე ჩანს. და ერი რომელიც ასე ცეკვავს, აი ესე გაშლის ხელებს და დაიპყრობს თელ სცენას. ერი რომელიც სუფრას ისე გაგიშლის, რომ ჩიტის რძე არ აკეთებს, ყველაფერი ერთმანეთზე უკეთესია და ყველაფერს ისტორია აქვს, ყველა კერძს თავისი ისტორია აქვს, ყველა რეგიონს აგერება მე ყველა ვარ და ყველა რეგიონს ჩვენი ყო. თუ კი დეგოლი ამბობდა რომ რა მარტავს ქვეყანას, რომელსაც 360 ყოლა, ანუ ყოველდღე ახალი ყოლია, არ ჩვენ გვაქვს ნაკლები რაოდენობა, მინდა გითხრათ და თუ დეგოლს უჭირდა საფრანგეთის მართვა, ჩვენც გონიერი მართველი გვჭირდება, რომ ეს ამაყი, ეს ახირებული, ეს ძალიან უცნაური ხალხი მართოს, რომელსაც ეამაყება ყველაფერი, ენა, მამული, სარწმუნოება, ეს სამეულო, რომელსაც მუდმივად ამბობს ხოლმე, არ შეიძლება ამ ერს რამე აიძულო. რამე თავს მოახვიო. დიდი ბოდიში თუ მე ეს არ მინდა შიგნით, თუ მე არ მინდა რომ შიგნით ვიღაცამ ჩაგრავდეს, პრემიერი იქნება, პრეზიდენტი იქნება, მინისტრი იქნება. მე მახსოვს ერთხელ კონფლიქტი მომივიდა ერთ-ერთ მოქმედ მინისტრთან და უთხარი რომ მე რომ ვარსებობ ფერმერი, ეწარმე, იმიტომ ზიხარ შენ, უფრო უხეშად უთხარ, უფრო ცუდი სიტყვები უთხარი, იმიტომ ზიხარ შენ იმ თბილ სავარძელში და იმიტომ გიდეს ის თბილი ადგილზე ერთი რაღაცა, რომ მე გიხდი შენ ფულს, მე შენ დაგიქირავე და დიდი ბოდიში რომ ნახავ სხვა დროს, კედელზე აეკარი და მიწამდე დამიხარე თავი და ისე გადამიხადე, მადლობა ჩემი არსებობის. ზედმეტი მომივიდა რასაკვირველია, მაგრამ ასეთი განწყობა აქვს ყველა ქართველს. ქართველია, მონა შეიძახენ წელი სიცილით, იმიტომ ქართველი ბუნებით არ არის მონა. მე აზერბაიჯანში ვიმუშავე 2 წლის წინ, პატარა ქალაქში კურდამირში, ძალიან დიდი რძის ქარხნის ტრენინგები ჩავატარე, ძალიან დიდი რძის ქარხანაში, აზერსუდში, მისი მმართველი იყო ხახან გარდაიცვალა სამწუხაროდ ლეგენდარული ადამიანი, გოზალი, რომელსაც 65 ქარხანა აქვს სოფლის მეურნეობაში დაარსებული და მას ღმერთკაცს ეძახიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ყავს დასაქმებული და ნახეთ იქ რასაც მე ვისმენდი სიტყვაზე ყარაბაღთან დაკავშირებით, როგორ მთლიანად შეიცვალა იგივე ალიევისადმი ილხამ ალიევისადმი დამოკიდებულება, რომ დაუბრუნა ყარაბაღი, მანამდე ცოტა ისე არამთლად განწყობილები იყვნენ, განიცდიდა აზერბაიჯანი ამ ყარაბაღის დაკარგვას და შუა მუცენში არის ამოსული და საკუთარ ხალხეთილად არ მოიხსენიებდნენ. თქვენ წარმოვიდგინეთ, მე ვერ წარმოვიდგენდით, რომ სომხები და აზერბაიჯანელები ერთმაგიდასთან დასხდებოდნენ. ვინ დასვა გარკვეულმა ძალამ, რომლის ინტერესში ჩედის ამური წაკიდებული კავკასიელი მეზობლის ერთმაგიდასთან და ჩვენ რატომ არ ვართ იქ? მე ამაზე პასუხი არ მაქვს. თუ რუსეთმა დათმო, რუსეთის დახმარებით მოხდა სომხების უკან დახევა და აზერბაიჯანელების ყარაბაღის დაბრუნება, ხო ფაქტია ჩვენ ყველანი ვამბობთ, რომ ჩვენ აფხაზებმა კი არ წაგვართვეს, რუსებმა წაგვართვეს, ხო? სამაჩაბლო ოსებმა კი არ წაგვართვეს, ჩვენ მაძმება, არამედ რუსეთის ძალიან დიდი ჩარევით მოხდა ეს ყველაფერი და დღემდე გრძელდება ეს ჩარევა, დიდი ბატონი თუ მოისურვებს, დაგვიბრუნებს აფხაზეთს, თუ არ მოისურვებს, არ დაგვიბრუნებს. იქ მოხდა ეს დაბრუნება. ამას ხო ძახა, ჩემი ფილოლოგიური ტვინთაც კი ვხვდები, პოლიტიკაში ისე როგორც ეკონომიკაში, პოლიტიკაში დიაფერი გამიგება, ამიტომაც ძალიან მალე წამოვედი პოლიტიკიდან, იმიტომ არის კონსტიტუციაც კი არა მაგ დავიდან ბოლომდე საკითხული რა მინდა პოლიტიკაში, მაგრამ ნახეთ, ადამიანები ვარ, მოქალაქეობა და სამოქალაქო პოზიცია მაქვს ჩემი და მეც კი ვხვდები იმას, რომ ის კარს მიღმა, კულისებს მიღმა, რა მოლაპარაკებებიც, რა ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებებიც ხდება,
ჩვენ მას გვიან გავიგებთ. მე მუშაობდი მსოფლიო ბანკში, მედიატორი ვიყავი შევარდნაძის მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის, ვაკეთებდით მაშინ საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას, საინფორმაციო საზოგადოებაში, ანუ ინტერნეტიზაციას. ანუ ყოველთვის მე ყველა კერა პერიოდულად საინფორმაციო ტექნოლოგიის დედას ვერ ვახსენე და ნახეთ არ მახსოვს პროტოკოლით თუ არ იყო გათვალისწინებული თავის დაკვრა, იქ ვინმესთვის თავი დაეკრა. ხელი რომ ჩამოართვა 2 წამი იყო თუ 3 წამი იყო თუ 5 წუთი იყო რომ გაჭერდა, მეორემაც რომ ჩამოართვა ხელი რომ გაუცინეს ერთმან, მან ძალიან კარგად იცის ამერიკა მაღალ ჩინოსანმა რომ ეს ფოტოდოკუმენტი გახდება, ეს ვიდეო დოკუმენტი გახდება. ანუ ეს გათვლილია, პროტოკოლით გათვალისწინებულია, სადღაც დერეფანში კი არ შეხვდა, მივიდა, ხელი ჩამოართვა. ხდებით? ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ქართულ რა ქვია, უმაღლეს პირებს, ამერიკის უმაღლესი პირები ხელს ართმევენ. ხელის ჩამორთმევა არ არის პატარა. მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ ამბავია, ხო ხდები? ხელი ჩამორთმეულია. ზუსტად აი ამ დღეებში შეიცვალა ქართული სახელმწიფო ლიდერების რიტორიკაც. უცებ ისე დაიწყეს ლაპარაკი ევროკავშირზე. უცებ ისე დაიწყეს საუბარიო, ეს არის კი ჩვენი გზა. აი ეს ფაქტები, რომელიც ჩვენს თვალწინ ხდება, რასაც ვარაუდობთ, რასაც ვფიქრობთ, რასაც ვუყურებთ, რასაც ანალიზს აკეთებენ ანალიტიკოსები, ბუნებრივია. ალბათო ანა, ბოლო დროს რეფორმების და საკანონმდებლო ინიციატივების კორიანტელი დადგა საქართველოში. ან კვირა არ გავა, რომ რაღაც ახალი სიახლე არ დაანონსდეს და რამდენიმე კვირის წინ დაანონსდა, რომ მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდება 20,000 ლარით თუ პოლიტიკური აქტივობისთვის, თუ მისი ძირითად სამეწარმეო საქმიანობას არ წარმოადგენს. ასეთი ამაზე გაუგებარი, ამაზე გაურკვეველი, ამაზე სასტიკი. რაც გეკეთო მე ინდივიდუალურ თუ ვარ, არასამთავრობო თუ ვარ, ყოველის წარმომადგენელი თუ ვარ, მე არ უნდა გამოვთქვა, ჩვენ უკვე დავსვავ შეკითხვას, თქვა შებაქე ქართული ოცნება. გაიცანით ამ კანონს. საქმე რა შეიცით, რომ თხოვერთ მეგობარი იურის, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გავიგე, ამიტომ თხოვ მეგობარი იურის, რომ დამიჯექი და გამარკვიო, რომ შემეძლოს ამით გაკრე. მე არ მომწონს ეს პროექტი. არ მომწონს ეს კანონ პროექტი და არავითარ შემთხვევაში მე არ უნდა დამაჯარიმოს ხელისუფლებამ, იმიტომ რომ კრიტიკული აზრი მაქვს რომელიმე პოლიტიკური მოვლენის მიმართ და ჯგუფის მიმართ, ან თავრობის მიმართ. ღმერთმა მოკნასო ეს აზრი არ მქონდეს. ღმერთმა მოკნასო მე პოლიტიკოსის მიმართ, თავრობის მიმართ რომელიმე წევრი არ მქონდეს კრიტიკული აზრი და არ შემეძლოს მის წინააღმდეგ გალაშქრება. მე ხომ არ მივდივარ ხმით, მე ხომ არ ვესვი პიტარდებს, მე ხომ არ წვავ პოლიციელს, მე ხომ არ ვამზადებ იმას აქია კოქტეილს იმისას, მოლოტოვის კოქტეილს, მე მას ვიხსნი, რომ ჩემი დაქირავებული ხარ და შენზე მორგებული კანონი მჭირდება და არა შენზე მორგებული კანონი. შენი კორუფცია არ მაინტერესებს, ჩემი ოჯახის კეთილდღეობა მაინტერესებს, ამიტომ კეთილინებე და შემიქმენი ღირსეული ცხოვრების პირობები. არ მიქმნი ამას, მაშინ კეთილინები და მოისმინე ჩემი საყვედურები. საქართველოს მაგალითად თქვენ თუ შეატყეთ, რომ ევროკავშირი ნამდვილად ახალისებს ძალადობას. არა, ეს არ არის სწორი. საჩვენს ბატონი შალვა პაპუაშვილი ხშირად ამბობს ამას. ცალკეული ვიღაცა ესტონეთის რომელიღაცა სამინისტროს ხელმძღვანელი, ან იგივე შვედეთის ქალბატონის ნობილის გახმაურებული ინციდენტი, ან იგივე ელჩი, ისინი ადამიანები არიან და თუ გადადიან ზღვარს თავისი კომპეტენციის ფარგლებს შორდებიან და ზედმეტად ასე ვთქვათ პედალირებენ ამა თუ იმ ოპოზიციურ აგრესიას და არავითარ შემთხვევაში პროტესტს. მაშინ გასაკურველია სახელმწიფო ვალდებულია გამოაცხოს ნოტაც, გაუგზავნოს ეს ნოტა უსაყვედუროს და გასაკურველია გამოთქვას თავისი პრეტენზია. მაგრამ მე ასე ვთქვათ ესეთ ძალადობა, ასეთ ღია ევროკავშირულ აგრესიას ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ კი არა, ნონსენსია რომ არ ვკითხოთ გახმაურებული საქმის შესახებ. თქვენი აზრით ზის თუ არა სამართლიანად მზია ამაღლობელი ციხეში. მზია ამაღლობელი, ნახეთ, არის იურიდიული ასპექტი და არის ზნეობრივი მორალური ასპექტი. გუშინ ვიღაცა საკრებულოს თავმჯდომარემ galakha თავისი კოლეგა პოლიციელი და კი დაუჭირეს
მაგრამ ამბობდა რომ აი მაპატიეთო მე რაღაც მეც აღარ ჩავიდან აი როგორ გითხრა აი ცოფებს ყრიდი იმიტომ რომ თუ კი ზია ამაღლობელი ერთი ხელის მისთვის რა ქვია გალაწუნებისთვის ზის ციხეში იმას საერთოდ როგორ ამოუშვა პირდან ერთხელ მაპატიეთ და მეც აღარ სასამციროთ აღარ არის ტრაგედია რაც შეეხება მზიას ციხეში ყოფნას მე მას არ ვიცნობ სხვათაშორის მხოლოდ ამოვლენების გამო გავიცანი მეტი არა ნახევარმასოფლიო და თუ კი რამე პრემია იყო ყველაფერი მიიღო ამ ქალმა იმას რა ქვია მკაცება რა ქვია ეს კაცი არა ის არა ქვია ის გამო ვისაც ხელი გაარტყა აი სა გებუაძეს ასე ვთქვათ შეუძლია წილი მოსთხოვოს ალბათ მზიას იმიტომ რომ მართლა ესეთი ძალიან ტიტულოვანი პრემიები მიიღო მზიამ მე ვთვლი რომ მზიასთვის საკმარისი იქნებოდა ალბათ იმ ვითარებიდან გახა ქუჩაში რომ გაერთხა ხელი აი როგორც ახლა ამერიკაში ღმერთმა დაიფაროს და მოხდა და ამერიკელ პრეზიდენტს და ევროპელ პრეზიდენტს ბოდიში პოლიციას რომ ხელი გაარტყა კი არა ხელი ჯიბიშკი რომ წაიღო იქ გაგასტეპლებს იქ გაგაქვალებს მაგრამ იქ ისეთი სიტუაცია იყო რაღაც შეჯანჯღარება თავს იხსნიდა ეს ქალბატონი ანუ ემოცია უფრო იყო ვიდრე ასე ვთქვათ მაგრამ მეორე როგორ წაიყვანა ოპოზიციამ ეს თემა მზია გახდა გმირი რადგან მზია ვახსენეთ არა დაგასრულებ მზია გახდა გმირი და გახდა გმირი სხვათაშორის დამსახურებულად იმიტომ რომ ის არის დიაბეტიანი ქალბატონი ის ზედმეტად მკაცრად დაისაჯა და ასე ვთქვათ ოპოზიციამაც ძალიან კარგად გამოიყენა ლოიალობით შეიძლება და ყოფილიყო კანონი არა ეს რა დამთავრებული იყო ჯარიმით მოდი კითხოთ საერთო ჯამში მედიის როლზე საზოგადოების პოლარიზაციაში ეს ასე არსად არ არის დედამიწის ზურგზე მედია ერთი კონკრეტული ჯგუფის იქაც ყველგან არის CNN-ი ვიღაცის მხარეს არის BBC ვიღაც მხარეს ანუ იქ უამრავი ტელევიზია ხო ამერიკაში და ყველას თავისი ასე ვთქვათ პატრონი ყავს და თავისი პლატფორმა აქვს დემოკრატებს თავისი პლატფორმა აქვს რესპუბლიკელებს თავისი პლატფორმა აქვს ასევე ბრიტანეთშიც თავისი პლატფორმა აქვს კონსერვატორებს და ლეიბორისტებს არაფერი ამაში განსაკუთრებული აი ზუსტად დღეს ვფიქრობდი ამაზე სხვათაშორის ნამდვილად არ ველოდი რომ ამაზე მომიწევდა საუბარი არაფერი განსაკუთრებული პოლარიზებაში არ არის უბრალოდ ეს არ უნდა გადაიზარდოს უზნეობაში ეს არ უნდა გადაიზარდოს ზიზღში არა ადამიანური თორე ამერიკა შეიძლება ცხოველად არ გამოყოს თუ გაიგო თვითონ მთელი ტრადიციით თუ 200 წლიანი ისტორია აქვს მის ოჯახის რესპუბლიკელების შეიძლება ცხოველად არ გაყოს ბიჭ რომელიც არის დემოკრატი ესეთი მაგალითები სავსეა ფილმებში და მე თვითონაც ამერიკაში როცა ვცხოვრობდი პერიოდულად სხვა პროგრამებით შეხვედრი არ ამ თემებს ისევე როგორც ბრიტანეთში მაგალითად ლეიბორისტები არ გაყვება იმ კონსერვატორს ცოტადე დაგვიჩა ქალბატონო ანა და მინდა რომ აი რაღაც განსაკუთრებული უსურვოთ ჩვენს ქართველებს აი რას უსურვებდით აი თავარი გზავნილი თქვენი რა იქნება ისა მათრევენ ახლა რასაც ვიტყვი იმისთვის მე განათლებას მე ვისურვებდი რომ თუ პოლიტიკაში მოვდივართ პოლიტიკაში ძალიან ბევრი რამე ვიკითხოთ აი ხომ მე პოლიტიკაში არ წავედი სიღრმეში იმიტომ რომ არ მიყვარს კანონების კითხვა და კონსტიტუცია რო რა ხა საკითხი რა უნდა იმას პოლიტიკაში ხო ხდებით არასოდეს არ გავიხედავ პოლიტიკაში ვერ წავიკითხე ამიტომ თუ მე პოლიტიკაში წავიდოდი მე აუცილებლად აი თავს დავაკლავდი კანონების კითხვას და მაშინ მექნებოდა კანონმდებლობა და არის მეც ამგეთყვით, თორსა მე ყველეობა გადამწყვიტე, მე ვარ ძველი ქართული სპეციალისტი, მე გადავინაცვლე ინტერნეტიზაციაში და უამრავი კურსი მაქვს დამთავრებული და დიდი ბოდიში, მაგრამ სულ მეკითხებოდნენ ხოლმე ელექტროკავშირის და ტელეკომის დირექტორი, შენ საინჟინრო განათლება გაქვს? არა, ვეუბნებ. ჩემი შვილი ალბათ რომ გახდა ჯანდაცვის მინისტრად, რომ შევედი რაღაც გარკვეული პრობლემის მოსაგვარებლად, კითხა ექიმი ხარ? არა, მეთქი ჩემი შვილის დაავადებას ეხება საქმე და ამიტომ ყველაფერი ვიცი ამაზე. მე ყველეობას ხელი რომ მოვკიდე, აი ერთ ადამიანს ვერ დამისახელებ საქართველოში, აი პირდაპირ ვიტრაბახებ, ჩემზე მეტი იცოდეს ძაძის პროდუქტებზე. თავს ვაკლავ 24, ეხლა სტუდენტი ვარ, ამ წუთასაც სწავლობ ერთ კურსზე და აქ რო ვასწავლე, ერთ ოთახში რო ვასწავლე და ტრეინინგს ვატარ, მეორე ოთახში მე ვსწავლობ. იმიტომ მთელი ცხოვრება ვსწავლობ. საკმაოდ მისაბაძი ადამიანი ხარ, მთელი ცხოვრება ვსწავლობ და ბუნებრივია რომ განათლება, მეტი განათლება უნდა უსურვოთ ჩემს ქვეყანას. ჩვენი სტუმარი იყო ანა მიქაძე, მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.